ერთი წელია თანამდებობა სulis ბრიტანს ვერდე. ერთი წელია ცდილობს პროტესტის გასვლა. მაგრამ ჩვენისამ აღსკავარდა პროტესტს ვაგრძელებ. კარგად შევდებით. თავისუფლება რეჟიმის მიერ. თავისუფლება რეჟიმის მიერ. თავისუფლება. თავისუფლება რეჟიმის მიერ. თავისუფლება. კარგად ჩან. ახალი უნდა რომ მისვიდეთ სტანდარტებს. დასაბრუნებლად დღეს რასწავლებას გავაკეთებ ტროტუარზე მოძრაობა. ამის შეგხვდაც უნდა. ყველაფერი გამოვა, ამას გამოვაყოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ბრძოლას და წინააღმდეგობას შევხვდეთ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შაბათს ძალიან დიდი მობილიზება გავაკეთოთ. ამ შაბათს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი შეუპოვრობა და ბევრი ადამიანი რო შეიკრიბა და მერე გვექნება მცდელობა და რამდენ ქუჩაზე აი ამ შაბათს ნახავენ. ამიტომ ეს არის ნერვების ბრძოლა, ეს არის გამძლეობის ბრძოლა. ერთ წელზე მეტია აქ ვარ, ერთ წელზე მეტია ვიბრძვით. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა ვმობილიზდეთ და არ უნდა დავიწყოთ არც ერთი ნაბიჯით უკან, იმიტომ რომ იცით რა ვცდილობენ. აი რაც რუსეთშია, რომ გარეთ ორი კაცი რო დგას და იმას რო აკავებენ. ქუჩაში ორი კაცი რო დადგება და ელემენტარულ საკითხზე პროტესტ ვერ გამოდგავს. ამიტომ ამაზე დამორჩილება ეს არის უკვე კატასტროფა. მე ყოველთვის ხვდები ხოლმე ცდილობა რომ რაღაცნაირად მოვუწოდო ადამიანებს სიმშვიდისკენ მაქსიმალურად დავიშვიო თავი, მაგრამ არის ისეთი ზღვარი, რომელსაც გადალახავენ. რომელ ზღვარს იქიდან ჩვენ ვეღარ დავემორჩილებით ვერავინ. იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება, მორჩილება იქნება სრული დიქტატურა, მაგრამ მანამდე სანამ გვაქვს შანსი, ჩვენ ვიბრძოლებთ იმ ფორმით, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი გქონდეს ყველას. ამიტომ საქართველო! მოდი! გამოდი არის თავარი თუ ადექ. ორივე ადექი დიდი წავდგები, კაცო. მე სასწაყვალისა ხარ. საქართველო, გამოდი! გამოდი! საქართველო, გამოდი! გამოდი! საქართველო, გამოდი! გამოდი! ესეც კარგი ყოფილა. მართალი ყოფილა ეს კაცი. ამიტომ მეგობრებო, ამის გარდა ამ გაზის თემა, გაზის მოწამვლის თემა არ უნდა გამოიღონ ამათმა, იმიტომ რომ ეხლა ესეც რაც ცდილობენ ინფორმაციული მანიპულაციის ზებით და რაღაცები გადაფარონ სხვა თემების შემოღოთ. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რაც აქვს ჩადენილი. და მხოლოდ საერთაშორისო გამოძიება გასცემს პასუხს და სანამ საერთაშორისო გამოძიება არ იქნება, მანამდე ეს კითხვები მუდმივად იარსებენ. ჩვენ კი ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ გვჭირდება საბოლოო დადასტურება და ამიტომ უნდა მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება და მიმართულებით ჩვენი კოლეგები, იურისტები უკვე მუშაობენ, არის სხვადასხვა მექანიზმები, რა მექანიზმებითაც და ვიბრძოლოთ. ამიტომ მეგობრებო, ბოლომდე!